ბათუმი ავარიული სახლების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია. რეგიონის ხელისუფლებამ სარისკო სახლების ახლით ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება დაიწყო, თუმცა პროცესები ამ დრომდე ბუნდოვანი და საეჭვოა. ოპოზიციას მართველი პარტიის არ სჯერა და მასში კორუფციის რისკებს ხედავს. ამ დრომდე უცნობია, რომელ კორპუსს დაანგრევენ ან რის მიხედვით შეირჩევა კონკრეტული მისამართები. უცნობია ისიც, თუ რამდენ სართულიანი შენობა ჩაანაცვლებს ავარიულ ობიექტებს. როგორც ირკვევა, ოცნება პროგრამის განხორციელებას საჯარო ჩართულობის გარეშე აპირებს. ავარიული სახლების პრობლემის გადაჭრის საჯაროობისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით მესამე სექტორმა პოლიტიკის დოკუმენტი მოამზადა. რა მიგნებები გამოიკვეთა საკითხზე მუშაობისას და რა რეკომენდაციები გასცეს სპეციალისტებმა. ამას თამარ ბუთურიშვილი გვეტყვის, რომელიც ჩვენი ეთერის სტუმარია. მოგესალმებით, ქალბატონ თამარ, მადლობა რომ გვიწვით და უპასუხებთ ჩვენ შეკითხვებს. ძალიან მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა სამძიმრით დავიწყო, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დავკარგეთ. ჩვენც ცხადია ვუერთდებით ამ მისამძიმრებას. მამცხვარება მინდა გამოთქვა ამ ფაქტის გამო, დიდ როკმილებს. ახლა კი დავბრუნდეთ ხოლმე ჩვენ თემას. კეთილი, საკმაოდ მწვავე და მნიშვნელოვანი თემა არის ბათუმისთვის, რაზეც პროგრამის დაანონსების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ არაერთი მწვავე კრიტიკა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ისე სამოქალაქო სექტორის წევრების მხრიდან. აქ ამ სურათიდან გამომდინარე თქვენ გადაწყვეტეთ, რომ შეისწავლოთ გამოწვევები, რისკები და რეალობა რაც კი ხდება ამ მიმართულებით. მოდით დავიწყოთ იმ სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რაც თქვენ შეადგენთ, რაზე კეთდება ძირითადი აქცენტი. მოკლედ გეტყვით, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ ერთი გუნდი შევიკრიბეთ დრაივ დემოკრატიის ფარგლებში. ქონდა მიმართულება აღებული, რათა გაუძლიერებული ყავთ როგორც სამოქალაქო სექტორი და როგორც 3 წლის განმავლობაში ხდებოდა ჩვენი წლის 2022 წლის გუნდმაც აიღო კონკრეტული თემა და რადგან ყველაზე აქტუალური საკითხი 2022 წლის თებერვლისთვის უკვე დგებოდა ავარიული სახლების პროგრამა, გადავწყვიტეთ რომ გვემუშავა ამ მიმართულებით და დავიწყეთ კვლევა სპეციალისტების ჩართულობით, ავარიულ სახლებში მაცხოვრებელთა ჩართულობით, ხელისუფლებასთან დიალოგით, პოლიტიკურ პარტიებთან და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან სიღრმისეული ანალიზი თუ როგორ შეიძლება და პროგრამა განხორციელებულიყო. რა თქმა უნდა, დავიწყეთ პირველ რიგში ინტერესით თუ რა ჩაეშვებოდა სახელმწიფოს მხრიდან, როგორი სტრატეგია ჰქონდა სახელმწიფოს, რა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შეგვეძლო, საკმაოდ ბუნდოვანი იყო პირველ ეტაპზე და ნელ-ნელა რაღაც კონტურებს იძენს ეს ყველაფერი. ბუნდოვანი რას გულისხმობთ? ბუნდოვანი იყო, რა არ იყო საზოგადოებისთვის უფრო მკაფიო? ბუნდოვანი იყო უშუალოდ სტრატეგია, თუ როგორ აწევდა სახელმწიფო ამ მასშტაბის პრობლემას, როგორ განხორციელდებოდა ეს პროექტი, რა გავლენას იქონიებდა ქალაქის იერსახეზე, უშუალოდ ავარიულ სახლებში მაცხოვრებლებზე, ინვესტორების საინტერესო ექნებოდათ ამ ჩართულობის მიმართულებით. შემდგომ უკვე, როდესაც საჯარო კითხვები გაჩნდა ამ მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან დაიწყო სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ინვესტორებთან შეხვედრებით, იყო ავარიულ სახლებში მაცხოვრებლებთან შეხვედრებით, თუმცა ჩვენი კვლევების შედეგად, როდესაც დავდიოდით ფაქტობრივად კარდაკარის პრინციპით, მაინც გამოიკვეთა ის, რომ კომუნიკაცია არის ძალიან მწირი, ინფორმაცია აქვს ძალიან მწირი ავარიულ სახლებში მაცხოვრებლებს, არ აქვთ არანაირი პროგნოზი თუ როდის შეეხება. ხათაშორის საინტერესოა განწყობები და მოლოდინები როგორია მათი? საკმაოდ ნიჰილისტურია მათი განწყობები. რით არის ეს განპირობებული ეს განწყობები თქვენი აზრით? უმრავლეს შემთხვევაში გამოიკვეთა ის, რომ ეს ავარიული სახლები, რომლებიც უშუალოდ წითელ ზოლში, ასე ვთქვათ, დემონტაჟის ზოლშია განთავსებული მერის მიერ გაცხადებული სიით, ფაქტიურად ამ მდგომარეობაში იმყოფება მრავალი წელია. და ეს ადამიანები ამ პირობებში მრავალი წელია ცხოვრობენ და ფაქტობრივად უკვე მოლოდინიც აღარ აქვთ, რომ მათი ეს პრობლემა მოგვარდება, განსაკუთრებით მოხუცებში შეიმჩნეოდა ეს ნიჰილიზმი, იმიტომ რომ ფაქტობრივად პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ალბათ ამ სახლში ესეთშივე გარდავიცვლები და მაინც არაფერი არ შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში
რომ დაჩქარებულ ტემპს ამ პროგრამის განხორციელების, დაჩქარებულ ტემპს პრობლემის მოგვარებაში ისინი ვერ ხედავენ და რა თქმა უნდა ეს მათში არ იწვევს დიდ ოპტიმიზმის განცდას. პროგრამის შესახებ ინფორმაცია თუ გააჩნიათ მათ, თუ არის მათთვის ცნობილი. როდესაც უკვე მეორე ეტაპის კანდაკარზე გავედით, უკვე როდესაც გზამკვლევი და სპეციალისტებთან შეჯერებული ვიყავით, როდესაც გავედით და მათ შორის ჩვენ Facebook გვერდზე უკვე ჩაშვებულია ვიდეო რგოლები, როდესაც გადავიღეთ მაცხოვრებლებით, მათი განწყობებით, სპეციალისტებით. აი ამ მეორე ეტაპის გასვლაზე უკვე მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რადგან ისინი უშუალოდ პროგრამის მონაწილეები იყვნენ, ჩვენ რა ლოკაციებზეც ვიყავით, მათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც გააჩნდათ, თუმცა მათი მოლოდინი რომ ეს ყისიერად მოგვარდებოდა, რა თქმა უნდა არ იყო და ასევე გამოკვეთილად დამდგარი იყო უკვე ის პრობლემა, როდესაც ისინი პირისპირ რჩებოდნენ ინვესტორთან, მოლაპარაკებებს ვერ ახერხებდნენ. მათ შორის ურთიერთ მოლაპარაკებებს სამეზობლო, რადგან მოგეხსენებათ ამ პროგრამაში ჩართულია მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსები და მათ მეზობლებსაც უჭირთ ერთმანეთთან მოლაპარაკება და შემდგომ უკვე უჭირთ მოლაპარაკება ინვესტორთან, რათა შეჯერდნენ თუ რა პირობებით უნდა გავიდნენ. საკმაოდ ხისტი იყო მათი დამოკიდებულება იმ ახალი რეგულაციის მიმართ, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი უნდა ანაზღაურდეს ავალიურ სახლებში მაცხოვრებლებისთვის არსებული ფართი და რა თქმა უნდა მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ისაც მჭიდროდ ცხოვრობენ და ეს მიშენებული ლოჯიებიც და ეს ყველაფერიც სიმჭიდროვის ბრალი იყო და ჰქონდათ მოლოდინი, რომ გაფართოება მოხდებოდა თუნდაც სხვენის ან სარდაფების ხარჯზე, თუმცა ინვესტორებიც პასუხობენ, რომ სამწუხაროდ ამ პროგრამის ფარგლებში მათ უკვე რეგისტრირებული სხვენებიც და სარდაფებიც არ აუნაზღაურდებათ და ფიქრობ ეს პრობლემა დადგება ძალიან მწვავედ მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მიშენებას არ გაითვალისწინებს? დიდი ალბათობით აქ არის საუბარი ძირითად საცხოვრებელ ფართზე, რომელიც აუნაზღაურდებათ ერთ-ერთი. რაც თავის დროზე შეიძინეს? რაც რეგისტრირებული აქვთ, უბრალოდ სარდაფებს მიშენებების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რადგან ჩემი ინფორმაციით სახელმწიფოს და მოსალოდნელიც იყო, რომ ეს ამ მასშტაბის თანხები არ ექნებოდა, როდესაც განხორციელდება ეს უკანონო ლოჯიები, რომელიც 90-იან წლებში შემდგომ მიშენდა. ამ ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული ალბათ კომპენსაციის თანხა და ეს კითხვებიც ღიად არის ჰაერში ჩამოკიდებული იმ მოსახლეობისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ, იმიტომ რომ არის ასეთი შენობებიც, რომლებიც არ ექვემდებარება დემონტაჟს, უბრალოდ არის მითითებული, რომ სასურველია, რომ ლოჯიები იყოს დემონტაჟის ქვეშ. აი ეს პრობლემა ძალიან მწვავედ გაგება სახელმწიფოს წინაშე. თქვენ ამ პროგრამის ფარგლებში გზამკვლევი რაც მომზადდა, თქვენ მოისმინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები და საინტერესოა მართლაც დარგის ექსპერტები რას ამბობენ ამ პროგრამის შესახებ, რა კომპონენტის დამატებას საჭიროებს, ესეც მნიშვნელოვანი არის. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გამოიკვეთა, რაც თითოეული ბათუმელის გულისწყვილიც არის, თუ როგორ აისახება ქალაქის იერსახეზე ეს მასშტაბური პროექტი. მათ შორის გასათვალისწინებელი კულტურული მემკვიდრეობის ზონაც. რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის ზონა გასათვალისწინებელია, ძველ ბათუმში არის ავარიული შენობები. ანუ თქვა 10 სართულიანის ნაცვლად 20 სართულიანი არ უნდა იხილოს საზოგადოებრივ ტერიტორიაზე. და ეს მოლოდინები ქონდა საუბრები ურბანისტებთან, არქიტექტორებთან, იურისტებთანაც, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სპეციალისტებთანაც, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად ჰქონდათ პოზიცია, რომ უნდა იყოს სპეციალისტების ჩართულობით განხორციელებული ეს პროექტი. ზუსტად ამ მიმართულების სპეციალისტების დიდი ჩართულობით მათი განოცდილება უნდა იქნას გაზიარებული, რადგან ფაქტიურად ძველი ბათუმი არის მთლიანად კულტურული მემკვიდრეობის ზონა, რადგან ბევრი ძეგლია, დიდი პრობლემები ექნებათ კულტურული მემკვიდრეობის შენობაში მაცხოვრებელ ადამიანებსაც, რადგან ეს მათთვის კომფორტი არ არის აქ ცხოვრება, რადგან ვერც რემონტს ახერხებენ, ვერაფერს, იმიტომ რომ ძეგლის სტატუსი აქვს ამ შენობას და ეს პრობლემაც საკმაოდ მძიმედ დგას. რა თქმა უნდა, დემონტაჟს არ გულისხმობს ეს პროგრამა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მაგრამ არც რეკონსტრუქციის მიმართულებაზე არ არის გათვალისწინებული რაღაც ძალიან დიდი ბიუჯეტი. ეს პროგრამა იმდენად მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც შეეძლო მიეცა დიდი შესაძლებლობები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით, ასევე ქალაქის ახალი ტურისტული ცენტრების გაჩენის მიმართულებით, ახალი ლოკაციების გაჩენის მიმართულებით და მათ შორის ურბანისტებსაც
ეკონომიკის მიმართულებით ექსპერტებსაც, რადგან ბათუმი ტურისტული ქალაქია, ჰქონდათ ზუსტად ეს მოსაზრებები, რომ ეს შესაძლოა იქცეს ძალიან მნიშვნელოვან ტრამპლინად ბათუმისთვისაც, რათა ახალი სიცოცხლე შეიძინოს და არა გადაიქცეს ბეტონის ქალაქად, რომელიც აღარ იქნება ტურისტებისთვის საინტერესო. სწორედ ამიტომ ჰქონდათ ერთხმად ყველა სპეციალისტს რეკომენდაცია, რომ არქიტექტურის სამსახური უფრო დიდი კვალიფიკაციით, დიდი ჩართულობით იყოს ამ პროექტში წარმოდგენილი. აუცილებლად იყვნენ ჩართულები იურისტები, ჩვენ გქონდა შეხვედრები ასევე ურბანისტებთან და ბათუმის გენგეგმის მომუშავე ჯგუფთანაც. საინტერესო გენგეგმის ჯგუფს რა მოსაზრება ჰქონდა? სამწუხაროდ ბათუმის გენგეგმის ჯგუფი ამ პროექტის მიმდინარეობაში ჩართული არ არის. რაც ალბათ პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ისინი ფლობენ ძალიან დიდ ინფორმაციას და მათ რადგან ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ბათუმს ჰქონდეს გენგეგმა, ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც ამდენ ლოკაციას მოიცავს, უნდა იყოს შეჯერებული ბათუმის გენგეგმასთან. რადგან მივხვდეთ ბოლოს და ბოლოს ქალაქის საით მიყვავს, რა განაშენიანებაზე მივდივართ, სადღაც პრობლემები გამოკვეთილი, მათ შორის კოეფიციენტებთან დაკავშირებითაც, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ საცობები იმატებს, მოსახლეობა იმატებს ქალაქის, მათ შორის ინფრასტრუქტურაც უკვე ვეღარ ძლევს ამ ნაკადს და ასევე იციან სხვადასხვა სოციალური პრობლემები და ზუსტად ბათუმის გენგეგმის ჯგუფის ჩართულობით იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათი გამოცდილება გაზიარებულიყო. როცა გადავხედე გზამკვლევს და ამ რეკომენდაციებს ერთი დეტალი მინიშნა საკმაოდ, თქვენ მოისმინეთ სამუშაო ჯგუფის მუშაობისას ბათუმის ყოფილი მერების მოსაზრებებიც. მართლაც საინტერესოა, რას ფიქრობენ ისინი. ჩვენ გადაწყვეტეთ, რომ შევხვდებით ფაქტიურად ყველა მერთან ვერ მოვახერხეთ, მაგრამ 4 მერთან ქონდა საუბარი. ვისთან ესეც რო ვთქვათ. ჩვენ ქონდა ბატონ ანანძესთან, ჯემალ ანანძესთან ბოდიშკრიფტით, ლაშე ყომახიძესთან ქონდა შეხვედრა, ქონდა გიორგი კირთაძესთან, როგორც საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა, ქონდა ძალიან დიდი სურვილი, რომ ახლანდელ მერ შევხვედროდით. ბატონ მალაშამ გაიხსენა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მისი მერობის პერიოდში უკვე დაწყებული იყო მოკვლევა ავარიული სახლების, რადგან ძიმე დიდგა, მათ შორის კვინტაძის ქუჩის ფაქტორიც და სხვა ავარიული სახლების ფაქტორიც და მოკვლევა თუ რა მასშტაბზე გავიდოდა ბათუმში ავარიული სახლების პრობლემა, მისი მერობის დროსაც იყო დაწყებული, წინა მერების დროსაც იყო დაწყებული, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მათ აღნიშნეს, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან არ იყო იმ მასშტაბის მხარდაჭერა, დაუშვათ როგორც ფინანსური ალბათ. ფინანსური, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამ პროექტს ბუნებრივია ყველა ხვდებით, რომ ვერ აწევდა. ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ყველამ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს ინიციატივა წამოსულიყო. თუმცა ისინიც საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ჩართულობა ალბათ წაადგებოდა პროექტს და უფრო მეტ კითხვებს პასუხებს გასცემდა. თქვენ ახსენეთ ბათუმის მოქმედი მერი, მასთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა. შედგა თქვენი კომუნიკაცია? ჩვენი შეხვედრა არ შემდგარა, ჩვენ გქონდა რა თქმა უნდა სურვილი, თუმცა ისე განვითარდა მოვლენები, ძირითადად ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან ჰქონდა დიალოგი, ქალბატონ ნატალიასთან ჰქონდა ორი შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და წინა კვირაში ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ასევე ბატონ მიდია გოგუაძესთან, რომელიც ინფრასტრუქტურის კომისიას წარმოადგენს ბათუმის საკრებულოში. ეს ალბათ უკვე თქვენი გზამკვლევი როცა გასაჯაროვდა სხვადასხვა მხარესთან იყო შეხვედრა, ინტერესი გაჩნდა. და წარდგენა პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ შეხვედრის ფორმატში ბატონ მიდია მოვიდა სხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და ჰქონდა ძალიან საინტერესო საუბარი, ჩვენ შევძელით მისთვის გაგვეზიარებინა ის რაც მომიკვლიეთ, ის რასაც ფაქტობრივად ხელისუფლების პოზიცია გაიგეთ ამ შემთხვევაში რა არის? ხელისუფლების პოზიციაც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად გასაგები, მათი მხრიდან წამოსული წინადადებები, თუ რა გამოწვევებს წააწყდნენ ამ პროექტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა გავლენა იქონიოს ამ პროექტზე და ძალიან დიდი სურვილი გვექნებოდა, რომ უშუალოდ მერიის წარმომადგენლებს შევხვედროდით და იმ აღმასრულებელ რგოლს, რომელიც ახორციელებს ამ პროგრამას და მათთვისაც მიგვეწვია ეს ინფორმაცია, რომელიც ჩვენ აი 9 თვის განმავლობაში მოვიპოვეთ და რა თქმა უნდა, დღესაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევხვდეთ.
დიახ, თქვენ შეხვდით მართლ გუნდს, ასევე ოპოზიციასაც. ოპოზიციას აქვს მოსაზრება, რომ ეს პროგრამა და პროექტები კორუფციის ნიშნებს შეიცავს. ხელისუფლების ოპოზიციის ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ ასეთი საჯარო კრიტიკა ხელს უშლის პროგრამის განხორციელებას და ისინი თქვენში ვთქვათ, შესაძლოა თქვენ პერსონალურად თქვენ არა, მაგრამ ვინც არის დაინტერესებული ამ პროგრამით, თქვენში ხედავენ მტრებს და თქვენზე ამბობენ, რომ ხელს უშლით ამ პროგრამის განხორციელებას. საინტერესოა ამ რა მოისმინეთ მათთან შეხვედრისას. გულწრფელად გეტყვით. და რატომ აქვს საინტერესო ოპოზიციას კორუფციაზე საუბარი, რატომ დაიწყო ოპოზიცია? როდესაც პროგრამა არ არის სათანადოდ გამჭვირვალე და საჯარო ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი, ბუნებრივია ნებისმიერ საზოგადოებაში ჩნდება კითხვები, ჩნდება ეჭვებიც და ეს მხოლოდ ოპოზიციის განწყობა არ იყო. მათ შორის შესაძლოა მოსახლეობასაც ქონოდა ანალოგიური განცდები, რომ ეს პროგრამა შეიძლება შეიცავდეს ძალიან მნიშვნელოვან კორუფციულ რისკების ნიშნებსაც, რისკებიც შეიძლება გამოკვეთილი იყოს, სწორედ ამისთვის ქონდა ჩვენ პირველი რეკომენდაცია, რომ პროგრამა გამხდარიყო უფრო მეტად საჯარო. უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო საზოგადოების, უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო ნეიტრალური სპეციალისტების, რომელიც გაზრდიდა სანდოობას პროგრამის მიმართ. ჩვენ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რომ მკვეთრად გამოკვეთილი იყო ხელისუფლების მხრიდან ეს უნდობლობა ან მტრის ხატის შექმნა. იყო მზაობა დიალოგის, თუმცა ყოველთვის რაღაცა სიფრთხილეს იმ მიმართულებით, რომ არ შეგვექმნა პრობლემა პროგრამისთვის, რა თქმა უნდა, ვგრძნობდით ამას და სულ ვცდილობდით, რომ გამომარტყაროთ თუნდაც კარგ-კარის პირობებში ჩვენ მოსახლეობას უბრალოდ ვუხსნიდით, რომ ვინტერესდებოდით რა მდგომარეობაში იყვნენ, რა მათი უფლებების შესახებ თუ ჰქონდათ წარმოდგენა და როგორ პროცესში აწყდებოდნენ წინააღმდეგობებს. და როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომ შექმნილიყო მულტიგუნდი მერიის უშუალოდ აღმასრულებელი გუნდის დაქვემდებარებაში, რომელიც ასევე როგორც ჩვენ ვიარეთ დავუშვათ კარდაკარის პრინციპით ივლიდა და აწარმოებდა მოლაპარაკებებს და იქნებოდა ჩართული როგორც მხარე სახელმწიფოსი, როგორც გარანტორი, ისევე როგორც ინვესტორებისთვის არსებობს საგარანტიო ფონდი, ასევე სახელმწიფო ყოფილიყო გარანტორი ინვესტორსა და მაცხოვრებლებს შორის მოლაპარაკებაში. გასაგებია, ინვესტორი ახსენეთ თქვენ და როგორია მათი მოლოდინები, მზაობა ამ პროგრამასთან დაკავშირებით, სურთ კი მათ ჩართვა, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციასგან გვესმის ხშირად ბრალდებები იმის შესახებ, რომ ეს კონკრეტულ კომპანიებზე არის მორგებული ეს პროგრამა, იქ გაიმარჯვებს აუცილებლად ქართული ოცნების შემომწირველი. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში გქონდა შეხვედრები ინვესტორებთან. გეტყვით პირდაპირ, საინტერესო მათი ინტერესი რა არის? შეხვედრა ძალიან დიდი მასშტაბის ინვესტორებთან, გქონდა შეხვედრა, ასე ვთქვათ, იმ რგოლთან, რომელიც შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო მათთვის, მათი ბიზნესის განვითარებისთვისაც ეს პროგრამა და დავინტერესდით თუ რა პირობით შეძლებდნენ ჩართულობას ამ პროგრამაში. ცალკეულმა ინვესტორებმა საკმაოდ სიფრთხილით შეხედეს ამ პროგრამას. აღნიშნეს, რომ ის საგარანტიო ფონდი შესაძლოა მათთვის საკმარისი არ ყოფილიყო ამ პროექტისთვის, ამ პროექტით რომ დაინტერესებული იყვნენ. იყვნენ ისეთი ინვესტორებიც, რომლებიც გამოხატავდნენ სურვილს, რომ აღედგინათ დაუშვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იმ რეკომენდაციით, რასაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემდა, მაგრამ საპირწონედ დაუშვათ ქალაქის გარეუბანში მერიას შეეთავაზებინა მათთვის რაღაც მიწის ნაკვეთი, რომელზეც ისინი ააშენებდნენ. ასეთი ინვესტორებიც შეხვდნენ, რომლებსაც ჰქონდათ მზაობა თანამშრომლობის. შეხვდნენ ინვესტორები, რომლებსაც საერთოდ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ამ პროგრამაში ჩართულობის, იმიტომ რომ მოგებას ვერ ხედავდნენ ვერანაირს. იმიტომ რომ თუ არ გაიზრდებოდა კაური კოეფიციენტი, მათთვის საინტერესო ეს პროგრამა არ გახდებოდა. მას შემდეგ, რაც მიიღო პარლამენტმა ცვლილება და კაური კოეფიციენტის გაზრდის შესაძლებლობა შეიქმნა, ამან რა თქმა უნდა საზოგადოებაში შექმნა ძალიან დიდი საფრთხის განცდა იგივე აი მაღალი კორპუსების გამო, მაგრამ შესაძლოა ინვესტორებს უფრო მეტი ინტერესი გასჩენოდათ ამ პროგრამაში მონაწილეობის, ჩვენ უკვე შემდგომ ეტაპზე აღარ გქონია მათთან კომუნიკაცია. გასაგებია, ბოლოს შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, უკვე სამ მისამართზე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არა ისეთი ტემპით, რა მოლოდინიც ჰქონდა. თქვენ ამ კუთხით თუ დაინტერესდით და რა ხდება?
თქვენ ალბათ გულისხმობთ კვინტაძის ქუჩის შენებას, რომელიც პირველი ტენდერი იყო, ახლა მზადდება მეორე ტენდერი 26 მაისის ქუჩის შანხაის დასახლების და პირველ ტენდერთან დაკავშირებით ჩვენ ვიყავით კვინტაძის ქუჩაზე, ადგილობრივი მოსახლეობა საერთო ეთერში გავიდოდა სიუჟეტი, გამოთქვამდნენ იმ მოსაზრებას, რომ მათ ხელშეკრულებები არ ჰქონდათ გაფორმებული და არ ჰქონდათ გარანტიები თუ რა პირობებით დაბრუნდებოდნენ, როდის დაბრუნდებოდნენ, ამის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდათ. მათ შორის კომპანიასაც აქვს პრობლემები და ვერ აშენეს. კომპანიასაც რამდენადაც მეც მაქვს ინფორმაცია, რომ აქვს პრობლემები და ჩვენ ზუსტად ამ შეხვედრების მერე გქონდა კომუნიკაცია და გქონდა რეკომენდაცია იგივე სახელმწიფო გუნდთან, რომ უფრო აქტიურად ჩაბმულიყვნენ ამ პირველ პროექტთან დაკავშირებით. რადგან ეს პირველი პროექტი იქნება უმნიშვნელოვანესი, მანიშნებელი იმის, თუ როგორ განხორციელდება მთლიანად პროგრამა და უფრო მეტი ენთუზიაზმით მოკიდებოდნენ ამ პირველ პროექტს. ჩვენ გვექნება აუცილებლად შეხვედრა ავარიული სახლების მაცხოვრებლებთან, ამხანაგობის წარმომადგენლებთან და მათ შორის აი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ კომუნიკაცია ჰქონდა. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებები ისევ არ არის გაფორმებული კვინტაძის ქუჩაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რამდენადაც ვიცი მზადდება ხელშეკრულებები და იმედი მაქვს, რომ სულ ყოფილ ფორმას მიიღებს, რადგან ეს ხელშეკრულებები შეიძლება სამაგალითო აღმოჩნდეს სხვა ავარიული სახლების მაცხოვრებლებისთვისაც, თუ რა პირობებით გავლენ, რამდენი ხნით გავლენ ქირით, რა პირობებში დაბრუნდებიან, რა ვადებში დაბრუნდებიან, იმიტომ ყველა კითხვაზე ექნებათ პასუხი. რა თქმა უნდა, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელშეკრულებები იყოს გაწერილი აბსოლუტურად სრულყოფილად. გარანტიებს უზრუნველყოფს მათ. რა თქმა უნდა, და კითხვის ნიშნებსაც გააქვს აბსოლუტურად. რაც უმეტი საჯაროება იქნება ამ პროგრამაში, უფრო მეტი წარმატების პერსპექტივა გამოჩნდება ამ პროგრამას ჩემი აზრით. გასაგებია, მადლობა ქალბატონ თამარ, რომ გვიწვიეთ და ჩვენს მაყურებელს გაუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა. გემშვიდობთ. მაყურებელს კი ვეთქვი, რომ ამით გადაცემა პოზიცია დასრულებულია. მადლობა, რომ ირჩევთ რეგიონის მთავარ არხს. გემშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს სამუშაო კვირის ბოლოს 21 საათსა და 30 წუთზე შევხვდებით. ნახვამდის.